მე ვფიქრობ, რომ თქვენ გესაუბროთ იმაზე, თუ რას აპირებს ის კოალიცია, რას გვპირდება კოალიცია ქართული ოცნება და ბატონი ბიძინა ივანიშვილი და შესაბამისად ჩვენ მისი წარმომადგენლები 1 ოქტომბერს გადაწყდება საკითხი ჩვენ ვიქნებით დავრჩებით საქართველოს და ქართველებად თუ დავიწყებთ სვლას თუ გავაგრძელებთ სვლას სინგაპურიზაციისაკენ სოფლის აღორძინება და სოფლის გადარჩენა რაზედაც უნდა დაეფუძნოს ქვეყნის გადარჩენა მთლიანად ესე იგი სოფლის აღორძინების პროგრამა უნდა გათვალისწინებული იქნას სახელმწიფო ბიუჯეტით და გარდა ამისა ამის დამხმარე 1 მილიარდიანი ფონდი უნდა შეიქმნას იმისათვის რომ თუ პროგრამით რაღაცა თქვათ შეიძლება ყველაფერი ბოლომდე გათვალისწინებული არ იქნეს და პრობლემა წარმოიქმნას და დაიწყოს ახალი ცხოვრება თანდათან უკეთესი ეკონომიკური რაც თავარია სულიერი და ჩვენიერი უნდა გამრავლდეს გადარჩეს ყველაფერი დალაგებული ვარ არის ამ ქვეყანაზე და ის ყველა მიცის და თავრობამაც ამბროლაურში უბრალოდ ამბროლაურში იმდენი რამე გაკეთდა მე პოლიტიკაში იმ თქვენდენი და არც საზასტენი და არც ნამდვილად შეიძლება ვერ ვერკვევი და მჯობი ხარ და მჯობი არ დაილავა მაგრამ ამბროლაურის გადასახედიდან რასაც ხედავ ამბროლაურელი კაცი უმადური იქნება ბევრი იქნება რა თქმა უნდა ყველა არ დაგვისაქმებია ოჯახში ზოგს ერთი ყავს ასაქმებული აი ესეთი შეიძლება იყოს რომ არ დავასაქმებია და ბევრი ისეთია რომ მაგათ მენტალიტეტში არ ჯდება მე ზესტაფონიდან და რუსთავიდან 30 მუშა რატო უნდა მოვიყვანო რომ იქ რა ლაფატკასტები ვიკავებ ხო ხელში 10 წელი არ 10 წელი არ დამისვი რა გასაგები არ მიკადრებია არ მიუკადრისებია არც მანქანით მოძრავი მაღაზიით ვაჟო არც ლაფატკა არ მიუკადრისებია უმშევარი ვიყავ მაგრამ არც შევარნაძე არც გამსახურდი არც ერთი არ მიგნებია რაც კარგი ხონათ იმ ხალხს იმას რომ სიკეთე დამეთესა ხალხში ერთმანეთისთვის არ წაგვაჩხუბებია იმას ვთესავდი და იმას ვავწობდი რაც არ მომწონდა ზაზას ვეკითხებოდი ყველას ვეკითხებოდი და რაფერ მივიდეთ რაფერ გავაკეთოთ რა შეგითხოვებთ და გაყიდით თუ არა ის ხალხი ვინც ახლა ამბროლაურს ხო ამ ამბროლაურის გადასავალ მოეთესობას ვამობ უმრავლესობამ რომ მოიპოვოთ თქვენ ის გაყიდით თუ არა თქვენ 1-2 წელიწადში მაშინავე თქვენ რომ უმრავლესობა ამბროლაურში ხმები მოიყო არა ვერ გავიგე რას ნიშნავს გამყიდის აი როგორც ღალატები თუ არა დიახ ღალატი იქნება ამბროლაურელი კაცი სამშავრობისთვის ამდენი რამის გაკეთება რო ვერ დაინახოს გეთანხმები რაიონში რაც კეთებ გავიგე ამდენი დასაქმებული ადგილი სამუშაოაში შეგინდა გიპასუხო და ოპოზიციაც რო ყავს სამსახურებში ყველას გეტყვი რომ აგდებენ სამსახურებში ჩემ მოადგილეს არავინ არ გააღებს არა რო თქვა სამსახურებში ოპოზიცია ვინ არ გამოაგდეს ანუ ჩემს მეკითხები შედანოცვაში სამსახურში ვინ არის მაცადეთ რა მე დამისვა შეკითხვა და მე უნდა უპასუხო უნდა გითხრა ახლა ერთი წუთი ამბროლაურში რომ კაცი უკმაყოფილო იყოს როგორ შეიძლება როგორ არ შეიძლება მაგრამ უმეტესი რაოდენობა თუ შენებლობის ცვილი იმ რაიონში შენებლობის მიხედვით 70 პასუხი გიდა შენ თუ თვლი რომ გზა რო დაიგება და თქვათ ესა თუ ის შენობა აშენდება ამით თავდება ყველაფერი მაშინ არა მაშინ ასე ვილაპარაკი ღირსებით დავიწყე მე საუბარი როდესაც ერთი კაცი არის პირველი პირიც ანუ ხარის უფროსი და დარაჯიც ეს სწორია ჩემთან მოვიდა ახალგაზრდა ბიჭი და მითხრა დარაჯად მინდა მუშაობის დაწყება და არ მინიშნავენ იმიტომ რომ უნდა გადაწყდეს მხარის ხელმძღვანელი ეს შენ ნორმალურად მიგაჩნია რა არ მიგაჩნია ეხლა მე გეტყვი სამსახურიდან შეიძლება ადამიანს ეუბნებოდნენ რომ შენ რომელ უთხეს მითხარ აი ბზარეთ ბოლომდე ახლა მე იმასაც პრობლემს თუ არასდროს ვიტყვი ეხლა დღეს რომ რეჟიმია ქვეყანაში შენ ამას არ იზიარებ დღეს რომ სასამართლო არ არის როცა გამამტყუნებელი განაჩენი არის 100% როცა ყალბი მტკიცებულებაც კი აღარ არის აუცილებელი მოსამართლეს ურეკავენ სატელეფონო ესე იგი გადაწყვეტილებას ღებულობს ბოლო ქონების დაყადაღებები და წართმევები და შენ ეხლა ჯერ ერთი ბატონო საჭიროა დისციპლინა ყველგან საჭიროა და ის არა 21 საუკუნეში შენ უსმენდი ხო ხო დანაპირები რომლებიც ამ ხელი ჯერ ერთი ყველაფერს რო თავი დავანებოთ შენ რაღაცა ცივილიზაცია და სამყარო ახსენე მე მგონი ცივილიზებულმა კაცობრიობამ ყველაზე
თანამედროვე და კარგი რაც მოიგონა ეს არის დემოკრატია და ხელისუფლების მონაცვლეობა ამერიკაში რანაირი კარგი პრეზიდენტიც რა კარგი პრეზიდენტიც არ კოცელოვანი დროს თქვენ მაგას ვერ მოიყვათ ვერას როგორი კარგი პრეზიდენტიც არ უნდა იყოს ორი ვადის შემდეგ რო ეხმეთოს ყველა ის მიდის გავიდა ზნაო 9 წელიწადი მე არ მიდივარ ცოტა ხანი გაიციეთ ჩაატარეთ დემოკრატიული არჩევნები ნუ აფალბებთ გუბერნატორმა 6 წლად რო იყიდა სახლებიდან მილიონები იშოვა იმას გაგვარაყო მიშაცი არ იყო რომელი სახლი იყიდა სირაძე მაგრამ არიცით ეს თქვენ ვინა დათო გაგოშიძე მიყიდა დათო გაგოშიძე პირველი გუბერნატორი სირაძე უბრალოდ სკოლისა თავისუფალი ვარ ჩინაგანა და კარგად იცოდე და მიუტანოს ხმა ვის გამოგზავნა იმას რომ ჭილობით მოვალ არჩევნებზე და ამათ მაინც არ მივცე ხმას არანაირად დაკადაღებული გვაქვს ყველა აბსოლუტურად ანგარიში ვერავინ გამოგვიგზავნის ფულს საკუთარი მამაც კი აგერ არის ბანკი და თუ რომელიმე ტყუის ვიზახი შეამოწმოს აი ჩვენ ვინცაოთ ყველას აბსოლუტურად არა გვაქვს საერთოდ საარსებო გაცლიან ჯიბიდან მანეც და გააძლობენ პირიდან ლუკმას საზოგადოების განწყობა არის აბსოლუტურად ზუსტი ადეკვატური საზოგადოება ელის კანონზომიერ ცვლილებას რომელიც უნდა მოხდეს 1 ოქტომბერს და ამ შეხვედრიდან გამომდინარე და სხვა ჩვენი კომუნიკაციებიდან საზოგადოებასთან აქაურ მოსახლეობასთან ნათელი არის ისინი ზუსტად აზროვნებენ შესაბამისად ალბათ იღებენ ზუსტ გადაწყვეტილებას, რომელიც ამ ქვეყნისა და ამ ხალხისათვის იქნება წარმატებული და ჩვენი მომავლისათვის იქნება წარმატებული. რა გვაქვს ჩვენ გასაკეთებელი, ძალიან კარგად ვიცით ყველა და რა არ არის გაკეთებული. რაც გავაკეთეთ, ესეც უნდა დაინახოს თვალნათლივ ხალხმა და უნდა მივიტანოთ ერთმანეთთან და ტელევიზიაზე. სულ საწამლავს რომ იღებს ადამიანი, გინდა მეცხრე არხი იყოს თუ არც შეურაცხყოფას არ გაყენდა, გინდა მაესტრო და საწამლავს რომ იღებ იწამლების სულ. კარგის დანახვაც უნდა შეგეძლოს, სუდისიც და კარგი რაც აქვს ძველმთავრობას გავწებული გამსახურდებიან კომუნისტები არა ის უნდა შევინახოთ და იქ კარგზე კარგი უნდა ვაშენოთ და გლახა რაც არის უნდა მოვკვეთოთ როგორც სიმსივნეს აი პასუხია მაგაზე ზუსტად ჩემი აზრით მაგალითად ყველა საზრი უნდა იცოდე პოზიციის ოპოზიციის და მე დასკვნა უნდა გამოიტანოს პიროვნება ხო ასე უნდა იყოს. მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატზე რა აზრის ხარ თქვენ? არა ვარ ცუდი აზრის მე შეამოვნებს ეს კაცი და რა ვიცი ახლა რასაც ვიცნობ მე არ ვიცნობ ცუდად. და თქვენი მოლოდინი რა არის თქვენი მოლოდინი? მოველოდები უკეთეს.